მოგესალმებით, მე გახლავართ მაია ხავთასი და დღეს მინდა გესაუბროთ საკრედიტო სტრუქტურაზე, კერძოდ კი ცუდ და კარგ კრედიტებზე. კრედიტებთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა აზრი, ძირითადად კი რადიკალურად განსხვავებული ერთმანეთისგან. კრედიტები ან მსოფლიო ბოროტებაა, რომელსაც უნდა გავექცეთ და რაც შეიძლება შორს, ან ის საუკეთესო შესაძლებლობაა, რომ შევიძინოთ ჩვენთვის ასურველი ნივთები და თანაც დაუყოვნებლივ. რეალურად კი ამ საკითხის შესწავლის დროს მნიშვნელოვანია კრედიტებზე სრული ინფორმაციის ფლობა, პროცენტების გათვალისწინება და კრედიტის სწორად გამოყენება. ადამიანებს დავყოფდი კატეგორიებად კრედიტებთან მიმართებაში და გამოვყოფდი 5 ძირითად კატეგორიას. პირველი კატეგორიის ადამიანებს მიეკუთვნებიან ბანკების საყვარელი კლიენტები. მათი დევიზია მე ამას ვიმსახურებ. ისინი ძირითადად იყენებენ კრედიტებს მხოლოდ და მხოლოდ სამომხმარებლო თვალსაზრისით, ანუ ყიდულობენ ტელეფონებს, მანქანებს, ტელევიზორებს და ასე შემდეგ. მიდიან დასასვენებლად საკრედიტო ბარათების დახმარებით, ასე ვთქვათ, და რა ხდება შემდეგ? შემდეგ ხდება ის, რომ თვიდან თვემდე მათი შემოსავალი მიდის კრედიტების დაფარვაში, ისინი ვერ უმკლავდებიან კრედიტებს და მათი ფინანსური მდგომარეობა უკუსვლით იწყებს სიარულს. ამიტომ, როგორც დღესდღეობით ვხედავთ, საქართველოშიც 95% მოსახლეობის სამწუხაროდ ასეთ დღეშია და რაც მოწმობს იმას, რომ ადამიანები არასწორად იყენებენ კრედიტებს და არასწორი მიდგომა აქვთ კრედიტებთან დაკავშირებით. მეორე კატეგორია ადამიანებს მიეკუთვნებიან ისინი, ვისთვისაც, როგორც აღვნიშნე, კრედიტები არის მსოფლიო ბოროტება და ისინი ცინიკურად უყურებენ პირველი კატეგორიის ადამიანებს. მათ მიაჩნიათ, რომ ადამიანმა უნდა იმყოფინოს თავისი შემოსავალი და იცხოვროს თავის შესაძლებლობების ზღვარზე. რეალურად კი არ არის სწორი იყო რაიმე საკითხის მიმართ ასეთი რადიკალური, მით უმეტეს თუ ეს საკითხი არ გაქვს სიღრმისეულად შესწავლილი და არ იცი მისი დადებითი მხარეები. მესამე კატეგორია ადამიანები, ასე თუ ისე ეცნობიან კრედიტებთან დაკავშირებულ ლიტერატურას, კერძოდ კი რობერტ კიოსაკის წიგნებს და იციან, რომ არსებობს ცუდი და კარგი კრედიტები. შევაჩერებ თქვენს ყურადღებას რობერტ კიოსაკის მიერ განმარტებულ ცუდი და კარგი კრედიტების განმარტებაზე. ჯერ მოდით ვთქვათ, ვინ არის რობერტ კიოსაკი და რატომ უნდა გავითვალისწინოთ მისი რჩევები. რობერტ კიოსაკი არის იაპონური წარმოშობის ამერიკელი ბიზნესმენი, მილიონერი, ინვესტორი, რომელმაც დაწერა არაერთი წიგნი ფინანსებზე და ბიზნესზე და მისი წიგნები უკვე მე-6 წელია ნიუ-იორკში პირველ ადგილს ინარჩუნებს ბესტსელერების სიაში. ამიტომაც არის მისი რჩევები ძალიან გასათვალისწინებელი და მისაღები. რობერტ კიოსაკი გვეუბნება, რომ ადამიანი სანამ აიღებს კრედიტს, უნდა ზუსტად იცოდეს, რაში უნდა გამოიყენოს ის, უნდა ქონდეს გათვლილი, თუ რა არის მისთვის ეფექტური და რა არის შემოსავლიანი და შემდეგ გააკეთოს ეს ნაბიჯი. ადამიანმა უნდა დააბანდოს თავისი აღებული კრედიტი აქტივებში, ხოლო ჩვენ ძირითადად ადამიანები ვიყენებთ კრედიტებს პასივებში. აქტივი და პასივი თუ თქვენთვის უცხო სიტყვებია და შორს ხართ ბუღალტრული ტერმინოლოგიისგან, გეტყვით, რომ რობერტ კიოსაკის აქვს ძალიან მარტივი განმარტება ამ ორი ტერმინის. აქტივი არის ის, რაც გვაძლევს ფულს, ხოლო პასივი არის ის, რაც გვართმევს ფულს. აქტივი მოკლედ ყველაფერი არის ის, რასაც ჩვენთვის შემოსავალი მოაქვს. ბინა და მანქანა ბუღალტრულ ბალანსში ითვლება აქტივებად, რადგანაც შენაძენია, მაგრამ რობერტ კიოსაკის მიერ გაკეთებულ ფინანსურ უწყისებში ეს ასე არ არის, იმიტომ რომ ბინას და მანქანას ჩვენთვის შემოსავალი არ მოაქვს, ამიტომაც ისინიც პასივებად მიიჩნევა ამ უწყისში. ამიტომ თუ თქვენ გადაწყვეტილი გაქვთ, რომ შეიძინოთ ბინა და მანქანა კრედიტით, უმჯობესი იქნება ჯერ ამ კრედიტით შეიძინოთ რაიმე შემოსავლის მომტანი, მაგალითად ბიზნესი, ან ჩადოთ ის უძრავ ქონებაში და შემდეგ უკვე მისგან შემოსული თანხით იყიდოთ თქვენთვის ასურველი ბინა ან მანქანა. აი ასე არის სწორი კრედიტის გამოყენება და ეს არის ყველაზე რეალური, რომ გადაიხადოთ თქვენი კრედიტი და თქვენ მიაღწიოთ ფინანსურ კეთილდღეობას.
მეოთხე კატეგორია ადამიანებისა არიან მეტად გარკვეულები კრედიტებთან დაკავშირებით. ისინი ადარებენ საკრედიტო პროცენტებს და აკეთებენ ანალიზს, რომელი უნდა გამოიყენონ. მაგალითისათვის გეტყვით, რომ თუ თქვენ გრძელვადიანი ვადით გინდათ რომ გამოიყენოთ საკრედიტო ბარათი, მაშინ უმჯობესი იქნება გააკეთოთ სამხმარებლო სესხი ან იპოთეკური სესხი. რადგანაც საკრედიტო ბარათებს აქვთ თავისი საშეღავათო პერიოდი, მაგალითად 55 დღე. თუ თქვენ იცით რომ ვერ დაფარავთ ამ ვადაში ამ თანხას, მაშინ უმჯობესი იქნება მიმართოთ სხვა სესხებს, რადგანაც საკრედიტო ბარათებს აქვს საკმაოდ მაღალი წლიური პროცენტი, რომელიც შეადგენს საქართველოში 36%-ს. ხოლო სამხმარებლო და იპოთეკური სესხების პროცენტები მერყეობს 10-დან 15%-მდე. ამიტომაც არის რომ უმჯობესი იქნება გააკეთოთ წინასწარ ანალიზი, თუ თქვენ ვერ ფარავთ თანხას საშეღავათო პერიოდში, გააკეთოთ ანალიზი და გამოიტანოთ მაგალითად სამხმარებლო სესხი. უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის თუ რას გიხსნით ახლა, რომ მიგახვედროთ, თქვათ გინდათ ტელევიზორის შეძენა ტექნიკის მაღაზიაში და მიხვედით განვადების გასაკეთებლად. თქვენ ავსებთ იქვე შეგიძლიათ შეავსოთ განაცხადი, დაწეროთ რომ თქვათ მინდა ტელევიზორის შეძენა და აიღოთ იქვე განვადება. ასევე შეგიძლიათ თქვენი ხელფასის ცნობით ან ნებისმიერი შემოსავლის დამადასტურებული საბუთით მიბრძანდეთ ბანკში და გააკეთოთ იქვე სამხმარებლო კრედიტი, რომელიც პროცენტი მინდა გითხრათ საქართველოში უფრო დაბალია, ვიდრე ტექნიკის მაღაზიაში განვადების პროცენტი. ამიტომ უნდა შეადაროთ, გააკეთოთ ანალიზი, რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის, რომ ნაკლები გადაიხადოთ, თუ ის, რომ ეგრევე თქვა ტექნიკის მაღაზიაში მიბრძანდეთ და აიღოთ. ამ შემთხვევაში კიდევ არის ერთი გამოსავალი. თქვენ შეგიძლიათ მაგალითად თვეში 100 ლარის დაზოგოთ და 1 წლის შემდეგ 1200 ლარით იყიდოთ ტელევიზორი. მაგრამ ამ შემთხვევაში მოგიწევთ 1 წელი ტელევიზორის გარეშე ყოფნა, ან მოგიწევთ ძველი ტელევიზორის ყურება. თქვენ უკვე აკეთებთ თქვენ თვითონ არჩევანს. იხდით თუ არა ზედმეტ 14-15 ლარს პროცენტის სახით თვიურად, თუ ზოგავთ თანხას და 1 წლის შემდეგ ყიდულობთ ტელევიზორს. ყველა ადამიანი არჩევანს თვითონ აკეთებს, ჩვენ უბრალოდ გიხსნით რა შეიძლება იყოს თქვენთვის გამოსავალი. ახლა განვიხილოთ მეხუთე და ბოლო კატეგორია ადამიანებისა. ეს ადამიანები ზუსტად არიან გარკვეულები ყველა საკრედიტო სისტემაში, იციან ყველა საკრედიტო პროდუქტი, სწორად იყენებენ ყველანაირ სესხს, ანალიზს უკეთებენ თუ რა მოგების მოტანა შეუძლია ამ სესხს მათთვის და ძირითადად კრედიტებს იყენებენ ბიზნესისთვის და უძრავი ქონებისთვის. ანუ იმ აქტივებისთვის, რომელზეც ჩვენ წეღან უკვე ვისაუბრეთ. მაგალითისათვის შემიძლია განვიხილოთ ბიზნეს ინვესტიცია. თუ თქვათ თქვენ იღებთ კრედიტს ბიზნესისთვის, წინასწარ აუცილებლად უნდა გააკეთოთ ანალიზი, თუ რამდენ პროცენტს მოგებას იძლევა ინვესტირებული თანხა. თუ თქვათ თქვენ კრედიტის იღებთ წლიური 14-15%-ით, ხოლო თქვენი ბიზნეს ინვესტირება წლიურ მოგების სახით გაძლევთ პროცენტულად ინვესტირებული თანხის 10%-ს, მაშინ თქვენთვის არარენტაბელურია ასეთი სესხით ამ ბიზნესში ინვესტირება, რადგანაც წლიური საკრედიტო პროცენტი ბევრად აღემატება თქვენს მოგების პროცენტს. ხოლო თუ თქვენ ინვესტირებას ახორციელებთ ისეთ ბიზნესში, რომლის წლიური მოგების პროცენტი ინვესტირებული თანხიდან 20-30%-ია, მაშინ კარგია იგივე სესხი, რომ გამოვიყენოთ, მაშინ იქნება რენტაბელური და ეფექტური, რადგანაც საკმაოდ აღემატება წლიურ საკრედიტო პროცენტს. ამიტომ არის რომ ადამიანმა სანამ კრედიტს გამოიყენებს, უნდა კონდეს გააკეთოს ანალიზი ფინანსურად, თუ როგორ გამოიყენოს კრედიტი, რაში გააკეთოს ინვესტირება, დათვალოს ფინანსური თვალსაზრისით, უღირს თუ არა ამა თუ იმ ბიზნესში და უძრავ ქონებაში ინვესტიციის გაკეთება და შემდეგ გააკეთოს. თუ თქვენთვის ეს საკითხი რთულია და თქვენ არ გაგაჩნიათ საკმარისი ფინანსური უნარები და ცოდნა, თქვენ ამისთვის უნდა მიმართოთ აუცილებლად სპეციალისტებს და გააკეთებინოთ წინასწარ ანალიზი. იმიტომ რომ არ შეიძლება ადამიანმა აიღო კრედიტი და არ კონდეს დათვლილი ეს ყველა ფინანსური კოეფიციენტი. რეზიუმეს სახით მინდა გითხრათ, რომ როგორც დარწმუნდით, საბანკო სტრუქტურა და ბანკის კრედიტები საკმაოდ ეფექტური შესაძლებლობაა, რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი ფინანსური მდგომარეობა, მთავარია, რომ სწორად გავაკეთოთ ინვესტირება და სწორი ანალიზი მოვახდინოთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის.